1001 ღამე. გამემშვიდობისა ბატონო ონორ. გამემშვიდობისა. ნახვამდის. ყველამდე. ქალბატონო ნურჰაიათ, ასე დროს აქ რატომ ხართ? ხომ გითხარით წადით მეტი? თული დღეებია ბატონო ონორ, მარტო ხომ არ დაგტოვებთ? კარგი მენეჯერი ხართ. ამას ნუ მეუბნებით. ასე. თქვენი საქმეს კარგად იცით. გმადლობთ. პირიქით, მადლობა თქვენ. არაფერს. დავიდანებით ქალბატონო ნურჰაიათ. დაცვა მიხედავს. ასე ვერ დავტოვებ. კარგი როგორც გინდათ. ძღოლს უთხარით, სახლში წაგეყვანა. გმადლობთ. ნახვამდის, გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. გმადლობთ. არაფერს, გამემშვიდობისა ბატონო. ალო? შაჰრაზად. შაჰრაზად, გაგაღვიძე? არა უშავს. ვიფიქრე ასე დროს არ გეძინებოდა. ცოტა დავიღალე და ადრე დავწექე. ჩემთან დაგირეკავს. ბავშვებმა დარეკეს. ესე იგი შენ არა. შენთან დალაპარაკება უნდოდა და ვუთხარი დაურეკეთ მეთქი. გასაგებია. კარგი, ბავშვებს ხვალ დაურეკავ. ოდიში ასე დროს რომ გაგაღვიძე. არა უშავს. გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. ბენო რაღაც უნდა გითხრა. დღეს სამსახურში არ წავა. გინდა ცოტა გავისეირნოთ. მედი შხაპი მიიღე. გამოიცვალე და გავიდეთ. მედი. შეჰრაზად. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ბენუს ამბავი მაინტერესებს, ისევ ისეა?
5 დღეა სახლში მოვედით, მაგრამ არც ბანაობს, არც დასაცმელს იცვლის. მთელი დღე ან სავარძელზე ზის, ან წევს. არ ვიცი რა უქნა შეჰრაზად. სადაცაა გავგიჟდები. განშორება, დანაკარგი და გლოვა. სიკვდილით გამოწვეული დანაკარგი. გაუჩინარებული ადამიანებით ვაჭრობა. განსაკუთრებული რეაქცია. ედა, ამ ტელეფონმა თავი მომაბეზრა. ალო. ჩემი ფული სად არის? ხომ გითხარი ფული მინდა მეთქი? იცოდე მივდივარ. ვის დარეკავთ? რა ფულზე ლაპარაკობთ? იდიოტი, გამითიშა. რა საკეთებ? შენს ტელეფონს ვუპასუხე. ვინ გითხრა რომ უნდა უპასუხო? 1 საათია რეკავდა, თავი ამტკივდა. ვინ იყო? არ ვიცი. ფარული ნომრიდან დარეკა. კითხო ჩემი ფული სად არისო? რა ფული? სხვა რა გითხრა? სულ ეს იყო. ამ ხალხმა არც კი იცის ვისთან უნდა დარეკოს. მომისმინედა, მეორე 100 აღარ მიყვირო, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. იცოდე გაწყენინებ. ბოდიში მელეკ. ჩემს ტელეფონს რომ პასუხობენ ვბრაზობ. მაშინ ტელეფონი არსად არ დატოვო, სულ თანატარე, გასაგებია? Hoş geldiniz. გამარჯობა ბატონო ქრებ. ამ ეტაპზე ბინიეფის ყველაზე კარგი სიტუაცია რუსეთში აქვს. რუსეთის ბირჟამაც სერიოზული დარტყმა განიცადა, მათი დანაკარგი 70%-ია. ხო, მაგრამ ცდილობენ სექტორი ფერსზე წამოაყენონ. ისინი საკუთარ თავზე თუ დაიწყებენ ზრუნვას, არ ვიცი რა მოხდება. გამარჯობა. გამარჯობა, მოდი ქერებ. დაიწყეთ. დავიწყეთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. რა მოხდა? თუ დონფინანსებელს ვერ ვიპოვით, ორი მშენებლობის შეჩერება მოგვიწევს. ბენუ, რა საკეთებ? მომეცი? ბენუ არ გინდა. ძირფასო. ბენუ, ძალიან ახალგაზრდა ხარ. ვიცი, დიდი ტკივილი განიცადე, მაგრამ არ გინდა ძირფასო გთხოვ. ბენუ, საკმარისია. რის მიღწევაც ვცდილობ, გინდა საკუთარი თავი გაინადგურო? შემომხედე, მე შემომხედე. თავი დამანებე. ასე მოქცევის უფლება გაქვს, შეჰრაზად გამიშვი. ასე მოქცევა შეიძლება, შეჰრაზად გამიშვი. წამოდი მეთქი, გამიშვი. წამოდი, შეჰრაზად გამიშვი. მოდი აქ, წამოდი. ბენუ, აქ მოდი, გამიშვი. შეჰრაზად, აქ მოდი, საკმარისია, ვერ ხედავ რომ თავს იტანჯავ. ვერ ხედავ რა დღეში ხარ. ცხოვრება ასეთია, ბენუ. ხან ტკბილი მოგონებები გვაქვს, ხან მწარე, ბენუ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ, იღბლიანები ვართ, რადგან ვიღაცას ვუყვარვართ, გესმის? დამიჯერე. ბენუ, არ მინდა. ჩვენ მათ გულს ვსკენთ. რატომ საყვარელო, რატომ ბენუ გთხოვ, ბენუ? შეჰრაზად გამიშვი. არა, ბენუ. აქ მოდი. შეჰრაზად გამიშვი. არ გაგიშვებ. შეჰრაზად. არა, ბენუ გეყოფა. გამიშვი. რატომ არ გინდა რომ გაიგო? ჩემი შვილი მოკვდა, გასაგებია, მოკვდა. ვიცი. ხოლო ჩინ არ გამოგიცდია შვილის სიკვდილი, გასაგებია. კარგად ვიცი სიკვდილი რასაც ნიშნავს. შენზე კარგად ვიცი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში რაც არის. ხო, შენ შვილი დაკარგე, მაგრამ მეც დავკარგე შვილი. ჩემი ოჯახი დავკარგე, დედა, მამა, ქმარი დავკარგე. ჩემი საყვარელი ადამიანები დავკარგე. 1 წელი არ მიძინია, 1 წელი ძილი არ მომკარებია, მაგრამ გავუძელი, გაიგე? გავუძელი. უნდა გაუძლა. იცი რა გადავიტანე ჩემი შვილი ავად რომ იყო? იცი რას ვაკეთებდი, ბენო? იცი?
ჩემო პატარა, ჩემო დენის. განიავად რომ გახდა საშინლად იტანჯებოდი? საშინლად. შენ ყველაზე უკეთესი რაც გადავიტანე. ხო. ძალიან ცუდად იყავი. ზუსტად 1 წელი. განი რომ დაგეკარგა ცხოვრების გაგრძელება შეძლებდი? ძალიან ძნელი იქნებოდა. მაგრამ ცხოვრებას გავაგრძელებდი. კერემ. კერემ. ჩვენი შვილი მოკვდა კერემ. კერემ, ჩვენი დენიზი ქვეყანას ვერ მოევლინა. Burak televizori გამორთა. მაშინ მუსიკას შევრთავ. ხომ არ ვიცაკოთ კიდეც? თუ გინდა წვეულება მოვაწყოთ. შენი მეგობრები დაპატიჟეთ და ყველა ერთად გავერთობით. სეზენ. სულ გულს მტკენ ვერ ხვდები? შეხვდები რომ მამა ჩემი მოკვდა. დიახ. დიახ, ხვდები. ხვდები და ყველაფერს ვაკეთებ რომ განუგეშო, მაგრამ არ გამომდის. რა გავაკეთო? აღარ შეწუხდე. არაფერი არ გააკეთო. შენგან არაფერი არ მჭირდება. გეტყობა. შენ ჩემი სიყვარულიც აღარ გჭირდება. მე იმას ვერ მოგცემ, რაც არ გინდა, სეზენ. ბავშვობაში სასიყვარულო რომანი წავეკითხე. ერთ გოგოზე იყო. მას ცალი ხელი დაზიანებული ჰქონდა. საკუთარი თავის გასაბედნიერებლად ხან ერთი შეყვარებული ჰყავდა, ხან მეორე. ცვირსახოცებივით იცვლიდა. კიდევ ერთი ბიჭი იყო, ხელოსანი. პატიოსანი და მშრომელი ბიჭი. ის გოგო შეყვარებულს რომ ეჩხუბებოდა, მაშინვე იმ ბიჭთან გარბოდა. მასთან თავს კარგად გრძნობდა. თავის ნატკენ ხელს არ მალავდა. მეც იმ გოგოსავით ვარ, მერტ. არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც მაკლია. სისულელეებს ვაკეთებ. ამ ამბავში ის ხელოსანი ბიჭი მე გამოვდივარ. გინდა რომანის ფინალი გითხრა? ის გოგო. გამარჯობა მელეკ. ძმაო, არაყი დამისხე. ორმაგი იყოს. ჩემო საყვარელო, შეეცადე ცხოვრებისაგან სიამოვნება მიიღო, რადგან სამყარო არსებობას არ შეწყვეტს. ცხოვრება კი დასრულდება. სიცოცხლე შეიყვარე, სიცოცხლისაგან სარგებელი ნახე. ბედნიერება ყოველთვის არ მოვა, ამიტომ იჩქარე. წარმოიდგინე, რომ ცხოვრებაში სიყვარულზე უკეთესი არაფერია. სიყვარულის გარეშე სამყარო ცარიელია, ირგვლივ ყველაფერი უკაცრიელი ხდება. როგორ თუ ვერ მოდიხარ? ფული ვერ შევაგროვე, ყველ საღამოს იმავე ადგილას შევხვდეთ. უნდა შეგაგროვებინა, მეჩქარება. ყველა აუცილებლად მექნება, გეფიცები. გასაგებია, დრო გაკავს. კარგი, როგორც გინდა. მალე პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდები. ნახავ, რაც მოგივა.
მანიაკო. ის მიიღე რაც დაიმსახურე. ხომ ხედავ რა დაგემართა? ტელეფონი სად არის? კარგი. რა? ცარიელი რატომ არის? არ გადაუღია. მომატყუა. სულ ტყუილად მოკვდი, იდიოტო. სიყვარულისგან გამოწვეულ დარცა და სიხარულს რამე შეიძლება? შაჰრაზად, ისე ძლიერ მიყვარხარ. მაგ ლამაზმა პერანგმა შენი სხეული რომ შეაძახოს, მაგაზეც კი ვიეჯვიანებ. ღამის ნისლი შეყვარებულებს საბანივით გადაეფარა. მივხვდი როგორი უბედური და ვიღბლო ვიყავი. ავად ვარ. სისხლს არ უნდა რომ ჩემს წარღვებში იჩქეფოს. ვერაფერი გამომაჯამრთელებს ჩემი საყვარელი ქალის მოსვლის გარდა. მისი მოსვლა აქაურობას სინათლით აავსებს. ის უამრავ ვარსკვლავშორის საუკეთესოა. ჯადოსნური წყლის წვეთივითაა. მისი ლოყები ვარდისფერ ყვავილს გავს. ის წველი მზის სხივია, მისი თვალები ღამით გზასაც კი ანათებენ. მისი გამგმირავი მზერა ჩემს მოჯადოებას იოლად ახერხებს. ბენუ, გთხოვ, ქვემოთ ჩავიდეთ. კერემ, თავი დამანებე. ბენუ, ეს შენზე კარგად არ იმოქმედებს. კერემ, გამიშვი. არ გინდა. ნუ შეხვალ. ბენუ, კერემ, წამოდი საყვარელო. კერი გამიშვი. გთხოვ. ისე ნუ მეკცევი როგორც გიშს. ბენუ, წამოდი, გთხოვ საყვარელო. შენ წადი. შენი ტელეფონი რეკავს. ბენუ, საყვარელო. ბენუ.
შენი აზრით სეზენი მალე დაფეხმძიმდება? იქნებ უკვე ფეხმძიმედ არის. ალბათ მე არ მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო. რატომ უნდა ვინერვიულო? პირიქით გამიხარდება. კერემ, ბურაკს უთხარი. თუ სეზენი ორსულა და არ დაგვიმალოს, დასამალი არაფერია. არა, ასე არ არის. სეზენი რომ დაორსულდება, ეს ტანსაცმელი მივცეთ. ყველაფერი ახალია, არც კი ჩაუცვამს. მაგრამ შეიძლება გარდაცვლილი ბავშვის ნივთების წაღება არ მოუნდეთ. ამ ტკივილს ვერ ვუძლებ. საყვარელო, შემოძვირფასო. არ ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? უკან რომ ვიღაც დამადევნე იმაზე? ალბათ დამსში კიდეც. რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ მოვიფიქრებ როგორ. ესე იგი, როცა მოიფიქრებ, მერე ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ეჭვენი ხარ, გიჟი. შენი ტელეფონი რეკავს. არ უპასუხებ? ასე დროს ვინ უნდა იყოს? არ უპასუხებ. რა ვიცი, ჩვენ რომ დავშვერდით, იქნებ შენ ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდა. რა ხდება? როლები შევცვალეთ? ახლა შენ გახდი ეჭვიანი. განახებ როგორიც ვარ. სად ვარ? იქნებ მნიშვნელოვანია. შენზე მნიშვნელოვანი არაფერია. ალო. გამარჯობა. საღამოშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. მოვიდნენ? დიახ, შიგნით არიან. რას დელებთ? ყავას. ამასია. ბევრი საქმე გვაქვს. ჯობია ფხიზლად ვიყოთ. ხო. შეიძლება დიდხანს მოგვიძიოს დარჩენა და მუშაობა. თქვენ წადით ქალბატონ ნურჰაიათ. როგორ გეკადრებთ? რას ამბობთ? თუ საჭიროა დილამდე ვიმუშავებ. მეც აქ ვიქნები. გამარჯობა. 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 ტელევიზორი რა დამარჩართეთ? ხასიათი რომ არ გაგვიფუჭდეს ბატონო. ტოკიოს საფონდო ბირჟა საშინელ დღეშია, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. შესაძლოა რეალობას თვალს თუ არ გავუსწორებთ, ასე მიდგომით ვერაფერს შევცვლით. გადაცემულდელი მაყურებლებო. ასე არ არის? მინდა უკანასკნელი ინფორმაცია გაგაცნოთ. პირიქით რეალობას თვალიდან გავუსწოროთ. სოფლიო ბირჟა კრიზისს განიცდის. ბოლო წლებში აქციების ეს ყველაზე დიდი ვარნაა. სპეციალისტებისა და ბიზნესმენების განმარტებით ჯერადრია ამაზე საუბარი არიციან, როგორ გამოვლენ ამ კრიზისიდან. ანუ საბოლოოდ ჩავარდით ბატონო ჰალუქ. ამას არ ვამბობ ბატონო ანურ, მაგრამ იმ ბანკებმა შეაჩერეს საბანკო გარანტიების გაცემა, რომლებშიც ჩვენ გვაქვს აღებული. ეს ძალიან ცუდია. ესე იგი ჩავიძირეთ. არ უნდა ჩავიძიროთ მეგობრებო. არ გვაქვს ამის უფლება. ჩვენი ოჯახის წევრების გარდა ეს კომპანია დაახლოებით 100,000 ადამიანს აძლევს ლუკმაპურს. ვალდებულები ვართ ვიყოთ რამე გზა, რომ ბინიაფი ფეხზე წამოვაყენოთ. ქალბატონო ნურჰაიათ, ბატონ ქერემს დაურეკეთ? გმადლობთ. დავურეკე ბატონო, მაგრამ არ მპასუხობს. თუ გნებავთ კიდევ დავრეკავ. არ არის საჭირო. შვიდად ყოფნის საშუალება მივცეთ. გმადლობ. დიახ, შეგვიძლია დავიწყოთ. ქალბატონო ფინარ, აღმოსავლეთ ევროპის მშენებლობის პროექტები მაჩვენეთ. ნახოთ რა მდგომარეობაა. მახსოვს თქვენც მითხარით, რომ ახალ პარტნიორებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეთ. დიახ. აქ არის ბატონო.
ეს ბოლო მონაცემებია? დიახ. მეგონა ყველაფერი გამოსწორდებოდა. მეგონა ცხოვრება უფრო მშვენიერი გახდებოდა. გამოსწორდება, ბენო. ამასაც გადავლახავთ. არაფერი გამოსწორდება. ბენო არ გინდა. ასე რომ ლაპარაკობ, გული ძალიან მტკივა. მე უფრო მეტად მტკივა გული. ლილიპუტო გათენდა გაიღვიძე გათენდა კან გაიღვიძე შვილო მიდი გაიღვიძე ეძინება დაგვაგვიანდება სწრაფად ჭამოთ. მე ისევ მეძინება. მოდი ჩანთა მომეცი. აბა სწრაფად დასხედით. დროზე. ძალიან გემრიელი ყველიანი ომლეტი გვაქვს. არ შევჭამ. ასე როგორ შეიძლება? დედა მოგიმზადათ. მამა. ძალიან მომენატრე. მეც მომენატრით. მეგონა აღარ მოხვიდოდი მამა. რას კი არ მოვიდოდი. აი ხო ხედავ მოვედი. თუ გინდა დღეს შენ სამოდი ჰოლდინგში. არ ვიცი. წამოსვლა არ მინდა. მაგრამ სახლში როდემდე უნდა გამოიკეთო. კარგი, მუშაობას უნდა იწყებ, მაგრამ ცოტა კაი არ გამოიარე. გარეთ გაისეირნე. ძალიან გაწყენინა ხომ ასეა. კარგი, მე არ ამიშავს. მაგრამ თავს რატომ იტანჯავ? ძალას მოვიკრებ, ნუ ხელავ. ცოტა დრო მომეცი. მე სამსახურში მივდივარ. დაგირეკავ. აი, აქ არის. კანადა, ვანკუვერი. ეს ქვეყნის დასარლიერში ყოფილა განი. ბუქეთი ასაშორს როგორ უნდა გავაგზავნოთ? თვითმფრინავში ჩაჯდება და წავაბიძე ბურხან. დიდი წარმატებაა. ამდენ მოსწავლეს შორის ბუქეთი რომ შეარჩიეს. ამ პროგრამას რა ქვია განი? მოსწავლეების გაცვლითი პროგრამაა. ბუქეთი ერთი წელი კანადაში ერთ-ერთ ოჯახში იცხოვრებს და ინგლისურს და ფრანგულს ისწავლის. იმ შენს მეგობარს რა ქვია? დეიზი. დეიზი. ინტერნეტში ერთმანეთს ყოველდღე წერენ. მაგრამ ის ოჯახი როგორია? აქედან როგორ უნდა გავარკვიოთ?
საიმედო ოჯახი რომ არ იყო სკოლა ამ ხელა პასუხისმგებლობას ხომ არ აიღებდა ბატონო ბურხანი. კანადის საკონსულო აქაც არის. ანკარაში რატომ მიდიან? ბატონო ბურხან რა უცნაურ შეკითხვებსო. აქ რომ იყოს ანკარაში რატომ წავიდოდნენ? საბუთებს საელჩოში უნდა მოაწერონ ხელი. წამოდით სუფრასთან დასხედით. პიუსონ, სწრაფად თვითმფრინავზე დაგვაგვიანდება. მოვდივარ. ბუკეთ პასპორტი აიღე შველა. წამოდი, ვისაუზმოთ. ძალიან ლამაზი ხარ. ჩაის დავასხამ. გამარჯობა ქალბატონო, მოგბრძანდით. ბატონო კერემ, გამარჯობა. გამარჯობა დედა. გამარჯობა შველა. ძალიან რთული მდგომარეობაა. არ ვიცი დედა. ონურმა უკეთიცის. რადგან ასე უცებ დაგვიბარა, ესე იგი კარგი ამბები არ აქვს. თუ გავკოტრდით, მითხარით და სამსახურს მაინც ვიშოვე. შენოვან მუშაობა დაიწყე და ამ კომპანიას შეგნებულად გავაკოტრებ. მართლა ჩავიძირებით? თუ სასწაული არ მოხდება, ამ სიტუაციიდან გამოძრომა ძალიან გაგვიჭირდება. უძრავ ქონებაზე იპოთეკას ვამზადებინებ. ჩვენი სახლიც იპოთეკით დავტვირთოთ. უსურველობ შახრაზად. მე არ ვინერვიულებ, ნუ დარდობ. ეგ რას ნიშნავს? მაშინ ვინერვიულებ, თუ შენ მოწყენილს გნახავ. ფული და ქონება ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მინდა რომ გაგაბედნიერო საყვარელო. შენთან ერთად ვარ ბედნიერი ონურ. სასახლე არაფერში მჭირდება. თუ გინდა ყველაფერი გაყიდე. თავარია შენთან ერთად ვიყო. სხვა არაფერი მაინტერესებს. შენს დაკარგვაზე დიდ ტკივილს ვერაფერი მომაყენებს. შენი და ჩვენი შვილების დაკარგვა ყველაზე მტკივნეული იქნება. გამარჯობა. 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 გამარჯობა, შემოდი. ფინანსურ განყოფილებას გუშინ გაუთენებია. რას ამბობ? ესე იგი საკუთარი თავის სამსახურს უნდა მიუძღვნათ? თუ ასე გაგრძელდება, მოგვიწევს. გამარჯობა ქალბატონო ნურხეიათ. ბატონებს ძალიათ? დიახ. მთელი ოჯახი შიგნით არის. მთელ ოჯახში ვის გულისხმობთ? რომ შეხვალთ მიხვდებით? ჩემმა მეუღლემ წუხელ მარტო არ დამტოვა. დილის 5:30-მდე ერთად მუშაობდით. რა თქმა უნდა, შენ აქ მთელი ღამე უნდა გემუშავა და მე სახლში როგორ დავიცინებდი. კეთილი იყო შენი მოსვლა შახრაზად. გმადლობ მელეკ. გამიხარდა აქ რომ დაგინახე. ამერიდან აქ ვარ, არ სადაც წავალ. არ უნდა წახვიდე, ჩვენ გჭირდები. რა ლამაზი ოჯახი ხართ. აქაურობა მოგნატრებია შახრაზად. ძალიან. ყველაზე მეტად თქვენი ერთად დანახვა მომნატრებია. ქალბატონო ედა, რატომ გამოხვედით? არ ცალად? მათ ძალიათ, მე არ მცალია. საქაღალდე და მავიწყდა. ვერ ვიჯერებ. დაუჯერებელია. ჰოლდინგი კოტრდება, ესენი კი სიყვარულზე ფიქრობენ. ასე ღიმილით საუბრობთ, მაგრამ მდგომარეობა სერიოზულია დეიდასევალ. გმადლობ. მივხვდი. ინფორმაციას ჯერ არ გაუჟონავს, ამიტომ ჯერჯერობით აქციებს არაფერი ემუქრება. ესე იგი, სანამ ჩვენი დამფინანსებელი ბანკების ჩაძირვის ინფორმაცია ოფიციალურად არ გახდება ცნობილი, ისევ არის შანსი, რომ რამე მოვიმოქმედოთ. მგონი ეს ინფორმაცია არც გაჟონავს, ხომ ყველას აფრთხილებენ? დიახ. გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, აქ ამიტომ მოგიყვანეთ. მე თქვენ გენდობით, ორივეს გენდობით. რას ამბობ, ესე იგი მე არ მენდობი?
ვიცი რომ იმას გააკეთებთ, რაც ჰოლდინგისთვის უკეთესი იქნება. იმედია. ონორი ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი ქალბატონო სევალ. მაგრამ მე მჯერა. ყველაფერს გადავლახავთ. ჩრდილოეთ კორეაში განხორციელებული ინვესტიციები არ შეაჩერეთ, ბატონო სერდარ. რატომ უნდა შევაჩეროთ? ცენტრალური აზიის საკრედიტო ბანკი დღითი დღე იძირება. უზარმაზარი ბანკია, მისი პარტნიორი ბანკებიც ყოველდღე კოტორდებიან. ამაზე თავადი დარდან. მართალია. ჩვენები გონს უნდა მოეგონ. თქვენი ჯერია. ბინიაფის გულისხმობთ? ბინიაფი ცენტრალური აზიის საბანკო კრედიტით მუშაობდა? ბატონო სერდარ, თქვენი ჯერია. ვერ ვიჯერებ. ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი? ითამაშეთ, ბატონო სერდარ. არ უნდათ საფონდო ბირჟაზე გავლენა მოეხდინათ და ამიტომ მალავდნენ? მე ეკონომისტი არ ვარ. არქიტექტორი ვარ. ამ საქმეების არაფერი გამიგება. ესე იგი ბინიაფი იძირება. მსგავსი არაფერი მithქვამს. მოვედი. კეთილი იყო შენი მოსვლა. დავიღალე. ელიდან შეხვედრები მაქვს. თავი მისკდება. ჩემთვის არაფერი შეუკვეთე? არ ვიცოდი, როდის დაბრუნდებოდი. ალო. ბურაკი ვარ. ბატონო ალი, შეგიძლიათ რამე საჭმელი გამომიგზავნოთ? მნიშვნელობა არ აქვს, რაც გინდათ იყოს. მადლობთ. დედა ჩემო დარეკა. მამა ჩემს ისევე ჭხობა. ისევ? ხომ შერიგდნენ? თითქოს ჩემი პრობლემა არ ყოფნიდეს. 1 საათი დედა ჩემს ვუსმენდი, იმის მაგივრად რომ დამამხნევოს. მე მივხვდავ ღვინო მოიტანე. კარგი. არ მოიტანო, ამ საღამოს წყალი დავლიოთ. გთხოვ ღვინო მოიტანე. მოიტანე მეთქი. ინებეთ. საკმარისია ბენო. ამდენს ნუსვამ. მე სხვა ადამიანების მსგავსად ტკივილს ადვილად ვერ ვუძლებ. აბა რა ვქნა? რა გაგვიანდა? ველოდებოდი, როდის მორჩებოდნენ ბავშვები ჭამას. ამ საღამოს ბავშვები არ არიან. ვართ მხოლოდ შენ და მე. ძალიან კარგი. როცა შენ არ ხარ, ისედაც მიჭირს ბავშვების გაჩერება. გმადლობთ. გებრიელად მიირთვით.
გმადლობთ. გებრიელად მიირთვით. ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩვენ გაგვიმარჯოს. შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ, ონორ. რატომ? იცი რამდენ ხანს გელოდებოდი? მეგონა მომაკითხავდი. მეგონა მეტყოდი უშენოთ არ შემიძლიაო. სერიოზულად? მე მოვედი. როგორ? ბაღიდან გიყურებდით. მართლა? ხო. ბავშვებს ეთამაშებოდი. აი ასე აკეთებდი. თუ ასე. გრე არა, ხელი მომეცე? ესე? ეს კი აქ. შეგნით რატომ არ შემოხვედე? შემრცხვა საყვარელო. სინამდვილეში შენი შემეშინდა. მეგონა მეტყოდი რატომ მოხვედიოდა? გარს მომიხურავდი. შორიდან ყურება მომჯობინე. ვერც კი აღგიწერ როგორ მიყვარხარ. ერთმანეთის მიმართ რასაც ვგრძნობთ იმის აღწერა საჭირო არც არის. ეს ხომ ისედაც ვიცით. ბუკეტმა დაიძინა. დაიძინა. ეს ხელმოწერის საკითხი ხვალ ხომ მოგვარდება? დიდხანს გველოდინეს. ომ თქვენს მალე დამთავრდება. საბუთებს ხელს მოვაწერთ და სახლში დავბრუნდებით. მინდა შენც დაწექი, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ. ღამე მშვიდობისა. ასე რატომ იქცევი? ალი ქემალ გამიშვი. მიყვარხარ. მიყვარხარ. შენ ჩემი ცოლი ხარ. არ გინდა. გამიშვი. ალი ქემალ, შენ აჰუზე ხარ დაქორწინებული? არა. აჰუ არაფერ შუაშია. რაღაც სხვა მიზეზი გაქვს. არაფერი. მიზეზი არ მაქვს, გამიშვი. აბა რატომ გამირბიხარ, ფილსონ? რატომ? ალი ქემალ, გთხოვ, დავიდამანებე. არა. უნდა დავილაპარაკოთ, საკმარისია. ჩვენ ისევ დავქორწინდებით. ისევ ჩემი ცოლი გახდები. შეუძლებელია. რატომ? ცოლად ვეღარ გამოყვები, ალი ქემალ. რატომ? რა მოხდა, ფილსონ? რას მიმალავ? მაპატიე. ჩვენი შვილების ხათრით მაინც. თუ არ შემომხედავ, გაგიგებ. მაგრამ ჩვენი შვილები. რა ჩაიდინე? მითხარი, რა ჩაიდინე? შენ ჯანსელთან რომ იყავი. მე ხატვის მასწავლებელთან. მასთან იცექი? ცუდად ვარ. განადგურებული ვარ. ალი ქემალ, მოიცადე გთხოვ. ძალიან ცუდად ვიყავი, თავს მარტო სულად ვგრძნობდი. გზიდან შემომეცალე. ალი ქემალ, ალი ქემალ, ალი ქემალ. მოიფიქრე როგორ უნდა დავსაჯო. ჯერ კიდევ ვფიქრობ. დავიღუპე, ესე იგი, ძიმე სასჯელი მელის. მაგრამ ალბათ უნდა გიემბო, რატომ გითვალთვალებდი, ხომ ასეა? ახლა? ახლა არა. ჩემი აზრით სალაპარაკოთ სწორედ რომ უნდა შევარჩიოთ, თორემ ისევ გავბრაზდები და სახლიდან გაგაგდებ.
ამ კომპოზიციის დაკვრა შენს თხოვე? არა, მე არაფერ შუაში ვარ. მატყო არა. რას ნიშნავს საშუალება არ გაქვს? რას ნიშნავს და როცა მექნება მერე მოგცა? მიდი ითამაშე. მომისმინე? უკვე 3 თვე გავიდა. ბატონი ბურხანის მოთმინების ფიალა აივსება, გაითვალისწინე. დანარჩენი შენ გათვალე. რას მეუნები, ღმერთო ჩემო. აქ რა ხდება? ქირა ისევ არ გადაუხდია ბატონო ბურხან. თან უზრდელურად იქცევა, ამბობს როცა მექნება მერე გადავიხდიო. მუსტაფა, შენ მაღაზიით კმაყოფილი არ ხარ? როგორ არა კმაყოფილი ვარ? საქმეები კარგად მიგდის? კი, მადლობა ღმერთს. მაშინ თუ არ შეწუხდები, ქირა უნდა გადაიხადო. მიდი ითამაშე მეგობარო. 3 თვე ამბობ გადავიხდიო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გადაგიხდია. მიდი მეგობარო. თოდა ზრდილობა გამოიჩინე. შენ წინ მამა შენი სასაკის კაცი დგას, უსინდისო. მე ვარ უსინდისო. ჯერ საკუთარ ოჯახს მიხედე ბატონო ბურხან. მე ძავის მამამთილი ხარ. შენი რძალი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავე, შენ კი ხალხში გამოჩენაც კი არ გერიდება. ახლა მითხარი ვინ არის უსინდისო? ბატონო ბურხან, ბატონო ბურხან. ბატონო ბურხან, ბატონო ბურხან. აქეთ დავაწვინოთ. კიდევ არ მეტყვი? საკმარისია შველო, უბრალოდ ვიჩხუბეთ. მაგრამ რატომ? რატომ? გმადლობთ. მოვდივარ. ტაქსიში ვჯდები. სად მოვიდე? დედა რა ხდება? ნიმეთ რა მოხდა? ბატონო ბურხან. რა მოხდა? რადგან ამ ამბავმა არ მომკლა. მაშინ აღარაფერი მომკლავს, ქალბატონო ნადიდე. ღმერთმა დაგიფაროს, ეს რა ლაპარაკია. პაიდარმა მითხრა, ცუდად არისო. ძალიან შემეშინდა. ძნევა მომიწია, მაგრამ ახლა კარგად ვარ. შენი ცოდი? ალიქემ მაღაზეთი მაჩვენა. შენთვისაც უნდა გეთქვათ. იმ არაკაცთან ლაპარაკზე დროს აღარ დავხარჯავდი. მაშინ უნდა. არ მინდოდა გენერვიულა. მეც ძალიან ვინერვიული. რამდენი დღეა ნორმალურად არ მიძინია. რატომ? ის უსინდისო აჰუ. ჩვენი შვილი ხომ არ არის? ჩვენ ხომ არ გაგვიზრდია? შენ რატომ გაიდეხე ძილი? მაგრამ ჩვენს გვარს ატარებს ბატონო ბურხან. ჩვენს გვარს დროებით ატარებს ქალბატონო ნადიდე. როგორც კი სასამართლო დასრულდება, ისევ თავის გვარს დაიბრუნებს. შენ არ ინერვიულო. ფეხზე მყარა დიდიქი. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. რა საყვარელია? ძალიან საყვარელია, ხომ ასეა? ძალიან. გარეთ გამოსაყვანად ჯერ ძალიან პატარა არ არის? არა, იქ იმანება დაგვრთო. რა საყვარელი ხარ, შეგჭამ. დენიზი ქვია რა? დიახ, ამ ბოლო დროს ყველა დენის არქმევს. ლამაზი სახელია და იმიტომ.
სანამ დაიბადებოდა, მანამდე ჰქონდა მამამის გადაწყვეტილი, რომ დენიზი დაერქვა. ძვირფასო, რა საყვარელი ხარ? მეც მოყავდა ბიჭი, მასაც დენიზი ერქვა. იცი დენიზი რომ ერქვა? ჩემი შვილი სად არის? სად არის? მინდა რომ დამიბრუნდეს, სად არის? მითხარი, სად არის? ჩემი შვილი მინდა. სად არის? მითხარი. გამიშვი. ჩემი შვილი მინდა რომ დავიბრუნო. ქალბატონო, რა საკეთებთ? გამიშვი, ხელი გამიშვი. ჩემი შვილის დაბრუნება მინდა. ქალბატონო, კარგად ხართ? ღმერთო. ქალბატონო, დამშვიდით. ჩემი შვილის დაბრუნება მინდა. გთხოვთ. ჩემი შვილის ნახვა მინდა. ქალბატონო, გთხოვთ. ჩემი დენიზი მინდა. ამ სილამაზე შეხედე. ამაზე სასიამოვნო შეიძლება რამე იყოს. სტამბოლზე ამბობ არა? არა, შენი თმის სურვილზე ვამბობ. ახლა შეგვიძლია იმ საკითხზე ვილაპარაკოთ. როგორ ჩანს გინდა ზღვაში გადამაგდო? ჩემი სასჯელი ეს იქნება? მიდი, გადამაგდე. მიდი. რატომ ითვალთვალებდი, ონორ? გეტყვეღონთ, არ გაბრაზდე, კარგი? თავის დროზე ისედაც გავბრაზდი. ერთ დღეს შენი წერილი წავიკითხე. სასიყვარულო წერილი იყო. ვიცი, შეცდომა დაუშვი, მაგრამ სასიყვარულო წერილი მე გამომიგზავნეს, დარწმუნებული ხარ? ადრესატი შაჰრაზადი ეწერა. საოცარია. ვინ წერდა, სახელი არ ეწერა? არა, მაგრამ ეწერა რომ მომაჯადოებელი ხალი ხარ. რომ წავიკითხე, კონტროლი დავკარგე. რატომ არ მითხარი, ონორ? რატომ არ მკითხე ეს ვინ მოგწერაო? შენი მთავარი დანაშაული ესაა. შენს გონებაში რაღაცას თხზავ და იმას იჯერებ. ახლა იცინი კიდეც? მე შაჰი შეჰრიარი ვარ, საყვარელო. და ქალებს არ ვენდობ. ახლა მართლა ზღვაში გადაგაგდებ, ნუ მიწვევ. ქალების არ ვჯერა, მხოლოდ ჩემი ცოლის ვჯერა. მე მხოლოდ მას ვენდობ. ნეტავი მომწერა, რომელმა მანიაკმა. არ ვიცი, შენი თაყვანისმცემელებიდან რომელიმე იქნება. ვინ თაყვანისმცემელი, ონორ? სულელურად მოვიქეცი, ნეტავ აქამდე მეთქვა. ის ვინაობას გავარკვევდი. და გეთქვა. ცუდ ხასიათზე ვარ. რატომ? კერემაც ნერვები მომიშალა. რატომ? მითხრა ვიღაც გემტერებათო. ვინ უნდა გვემტერებოდეს? უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს, მტერი აუცილებლად გვეყოლება. ან შენი მტერი იქნება, ან ჩემი. დაივიწყე. დავივიწყოთ. ცუდად ვარ, დედა. ალი კემალი ისეთი თვალებით მეყურებდა. მეუბნებოდა თავიდან დავქორწინდებით. ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ტვირთი საიდუმლო ყოფილა. ცოდოა ის, ვინ საიდუმლოს ინახავს. კაისერიში დავბრუნდები. ალი კემალს თვალებში ვეღარ შევხედავ. თავის დროზე მან როგორ შემოგხედა თვალებში. შენ ერთხელ ჩაიდინე ცოდვა. მან ასჯერ. ალი კემალს ჯანსელისგან შვილი ეყოლა. მას შენ ზრდი. შენ საქციელს არ ვამართლებ, გესუნ. მაგრამ არც ალი კემალის საქციელია მოსაწონი. მობილური ტელეფონი გამორთულია. ღმერთო ჩემო, ისევ გამორთული აქვს. მიდი შენს დაურეკე განი. ფაბრიკაში დარეკე. კარგი, მაგრამ იქნებ რამე საქმე აქვს. ალი კემალს ურეკავთ? ტელეფონი გამორთული აქვს. ალბათ საქმე აქვს, თავი დაანებეთ. ბავშვი ხომ არ არის, რას აკონტროლებთ? შეეშვი ბატონო ბურხან, ზრდასრული კაცია. მოვა, საწავა. მართალს ამბობ. აბონენტს ვერ დაუკავშირდებით. რა მოხდა, ვერ დაუკავშირდი? ვერა, მამას რა ვუთხრათ? მოიცადე?
რამე ტყუილს მოვიგონებთ. სამუშაო საათები გაგვიზარდეს. ადრე 8 საათი მუშაობდით, ახლა 10 საათი მუშაობთ. ხიზილალა დამიწყებია ბატონო ბურაკ. მადლობ. ეს ხიზილალა? კასპიის ზღვიდან. მე ძალიან მიყვარს. ნიუ-იორკში რომ ვსწავლობდი, ხშირად ვჭამდით ხოლმე. ერთი რუსი მეგობარი მყავდა. მასთან ერთად რუსულ რესტორანში დავდიოდით. არაყი ხიზილალა. იმდენი ვჭამეთ, ბოლოს საავადმყოფოში აღმოჩნდით. მე ერთი წელი ხიზილალა საერთოდ აღარ მიჭამია. რამდენიმე წელია რაც ჭამა დავიწყე. ძალიან გვაინტერესებდა შენი ხიზილალის ისტორია. ბოლოს და ბოლოს რა გადაწყდა? ვინმეს გაუშვებენ სამსახურიდან თუ ხელფასებს ამცირებენ? ჯერ არ ვიცით, მაგრამ ხალხი თანახმაა, რომ ხელფასი შეუმცირონ. კრიზისის მომიზეზება ადვილია, არა? ბენუ, მარკეტში რა გააკეთეს, რატომ გაგაბრაზეს? არაფერი გაუკეთებიათ. აბა იქაურობა თავდაყირა, რატომ დააყენა? საჭმელი მზადა. წამოთ. პატმას ძალიან გემრიელი რაღაცები გაუკეთებია. არ მინდა უნდა დავიძინო. ბენუ, საყვარელო, ნუ მაწყენინებ. ასე ნუ იქცევი, წამოდი. გთხოვ. თავი დამანებე. ბენუ, ექიმთან უნდა წახვიდე. რატომ? რას ქვია, რატომ? არაფრის გამო მარკეტში რა ამბავი დაატრიალე. გიჟი ვარ არა? გავგიჟდი და ექიმთან უნდა მივიდე. თქვენ გამაგიჟეთ, შენ გამაგიჟე, ბურაკმა, მელექმა. კარგი, დამშვიდე. დედა შენმა, სეზენმა, ყველამ ერთად გამაგიჟეთ. დამშვიდე. თქვენ გამო ვარ ასეთ მდგომარეობაში, შვილი თქვენ გამო დავკარგეთ. ასე ნუ იქცევი. თავი დამანებე. ეს მუსიკა არ მოგეწონათ, ხომ ასეა? რა ჩავრთო მითხარით? არა იყოს კარგია. არა. თუ არ მოგეწონათ, როკეთ შემიძლია ჩავრთო. ჰალილი ისევ სამზარეალოში მუშაობს? არა, ჯარში წავიდა. მართლა? არ ვიცოდი. სამსახურიდან გაუშვეს და ისიც ჯარში წავიდა. სად არის? წავიდეთ, მოვინახულოთ. მანისაშია, შეგვიძლია წავიდეთ. ხო მართლა, თქვენი სახლი ძალიან ლამაზია. მოგეწონა აიჩა? კი, მართლა ლამაზი სახლია. იცი, სახლის სილამაზეს მნიშვნელობა არ აქვს, თუ იმ სახლში ბედნიერი არ ხარ. სასახლეც რომ იყოს, აზრს კარგავს. რას გულისხმობ? არაფერს არ გულისხმობ. უბრალოდ ვამბობ, რომ მთავარი ბედნიერებაა. მნიშვნელობა არ აქვს სახლი ლამაზია თუ არა. აშკარად რაღაცის მინიშნებას ცდილობ, ეს აიდან მოიტანე. არაფრის მინიშნებას არ ვცდილობ. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. რამე პრობლემა გაქვს, ბურაკ? მიდი, პირდაპირ მითხარი. სეზენ, გონი ახლა ლაპარაკი არ ღირს. ჩვენ უნდა წავიდოთ, მეგობრებო. ბურაკ, რა გინდა? არაფერი არ მინდა, მაგრამ შენ აშკარად რაღაც გინდა. ჩვენ მივდივართ უკვე გვიანია. ბოლო ავტობუსი 12-ზე გადის. აიჩა, ფათიხ, ორივე ნინდა სხედით. მე ბოდიშს გიხდით, მეგობრებო. არა უშავს, დაივიწყე. დროებით. ახლა ბედნიერი ხარ? შენ გამოწავიდნენ, ბურაკ. რა გინდოდა? თვითონ რა გინდა, სეზენ? მინდოდა გამეხარებინე. შენი მეგობრები დავპატიჟე, მაგრამ მთელი საღამო ისე იქცეოდი, თითქოს აქ არ ვიყავი. მე მინდა რომ ბედნიერი იყო, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთო, ვერ გაბედნიერებ, ვერა. ასე გინდა რომ გამაბედნიერო. გონია ვერ ვამჩნევ ჩემ მეგობრებს, ზემოდან რომ უყურებ. რას ამბობ? სულ გაგიჟდი? დაამცირე. საწყალი ბავშვები დაამცირე. ხან ხიზილალა, ხან არაყი, თურმე ერთი წელი სულ ხიზილალას მიირთმევდა და მერე ცუდად გახდა. გაიგეც რომ დიდარი ხარ, ძალიან დიდარი. არ გიყვარვა, ასე არა? სად მიდიხარ? გაიქეცი. კუთხეში რომ მოემწყდები, გარბი ხარ.
ბენუ ბორაკ, რა ხდება შვილო? მოხდა რამე? არაფერია დედა. უბრალოდ მომენატრე და მოვედი. კეთილი იყო შენი მოსვლა. დაღლილი მეჩვენები. გაგიმზადა ოთახი? ბატონო ბურჰან. ბატონო ბურჰან. დაწექი. ღმერთო, ჩამძინებია. ალი ქემალი მოვიდა? მოვიდა, უკვე დაწვაგიდეთ. კარგი. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა, მამა. რომ მიხვდეს, დილით რა უთხრა? ამაზე დილით ვიფიქროთ. იქნებ ღამე მოვიდეს. დობი ჩაი მომიტანე. შენ ხარ? გამომართვე არ შეიმჩნიო. გმადლობ. ბორაკ შვილო, არ მინდოდა მეკითხა. დამთავრდა დედა. ყველაფერი დამთავრდა. ახლა კმაყოფილი ხარ? სეზენთან ურთიერთობა დავასრულე. კმაყოფილი რატომ უნდა ვიყო? თქვენს ურთიერთობას შევეგუე. მინდოდა ბედნიერები ყოფილიყავით. კარგი რა, თუ ღმერთი გწამს. ეს სეზენსაც ვუთხარი, არ გითხრა? სეზენს რა უნდა ეთქვა? თქვენ სახლში მოვედი, სეზენს ველაპარაკე. როგორ? რა უთხარი დედა? უთხარი რომ თავიდან თქვენი ქორწინების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მე მივხვდი რომ ამის უფლება არ მქონდა. უთხარი თუ ერთმანეთი მართლა გიყვართ და მიმტკიცეთ და მე გვერდით დაგიდგებით მეთქი. მარა გითხრე. მითხრე ბურაკი მიყვარს და მასეც ვუყვარვარო. გითხრა ბურაკი მიყვარსო? საოცარი. მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ მართლა ასე უთხარი დედა? სიმართლე მითხარი. ზუსტად ასე ვუთხარი. შეგიძლია სეზენს კითხო. შენს გეუბნები. და მიმტკიცეთ რომ ერთმანეთი გიყვართ და თქვენ გვერდით ვიქნები. დაგიმტკიცებთ. უღელავ. ბორაკ. მე მამამისი მეზიზღებოდა. სეზანი კი არა. ის კაცი გარდაიცვალა, ამიტომ ყველაფერი წარსულში დარჩა. შენთვის დარჩა წარსულში დედა. სეზენისთვის ეს საკითხი კვლავ აქტუალურია. მობრძანდით, აქეთ წამოდით. ბატონო ონურ, ბატონი ჰალუქი მოვიდა. ბატონო ონურ. იმედი მაქვს არ გაწუხებთ. რა ხდება, ბატონო ჰალუქ? არის აუზმებ? კარგი, როგორც გინდა.
მე მოვამზადებ. არა. არ არის საჭირო. მოიცადე. ცდილობეს დამალობენო. გონია გადაგარჩენს? კიდე შენი ტკივილი ამით დაივიწყო? კერემ არ გინდა. გონი ტანჯვა მოგწონს. არ გინდა რომ კარგად გახდე. სტამბოლში ჩამოდით, ძალიან მოგვენატრეთ, მოუთმენლად გელოდებით. ყველას მოგითხვა გადაეცით. ნახვამდის. არა. არც კაისერშია, არც აგარაკზე. სად უნდა წასულიყო? ბატონი ალიქემალი სად არის? დღეს აღწერა უნდა ჩაგვეტარებინა. ხო, ჩაატარებთ. დედას უთხრა ფაბრიკაში ვიქნებიო. რა მოხდა ბატონებო, რატომ გაჩუმდით? გონი მშენი რაც აუბრობდით. რამდენი წელი აქ ვარ, ბატონო ჰუდაი? 30 წელი გავიდა. სწორედ ასეა. ოდესმე უსინდისოდ მოუქცეულ ვარ? რას ამბობთ, ბატონო ბურჰან? მაგას ვინ გაკადრებთ? ღირსებისა და სინდისის შენარჩუნება ადვილი არ არის, ბატონებო. რამდენადაც რთული მოსაპოვებელია, იმდენად მარტივი და საკარგია. ევლე ოღლუს ოჯახში რამდენიმე თვით შემოსული უნამუსო ქალის საქციელზე პასუხს მე ვერ ვაგებ. ასეთი ქალი ჩემი ოჯახის რეპუტაციას ვერ შელახავს. ვერასოდეს შელახავს. გასაგებია? დიახ. საფონდო ბირჟაზე დიდი დანაკარგი გვაქვს. ბინიაფის აქციებმა 12%-ით განიცადა ვარდნა. კიდევ დაიწევს. ჩვენი ჰოლდინგის აღსასრული ახლოვდება, ხვდები? ეს გინდოდათ? დიახ. დაჯიქ. ოცნაურია. ასე სწრაფად როგორ გამჟღავნდა, რომ ამან საფონდო ბირჟაზე მოახდინა ზემოქმედება. ცენტრალური აზიის საკრედიტო ბანკისა და ჩვენი ჰოლდინგის თანამშრომლობის ამბავს მაინც გაიგებდნენ, ბატონო ქერემ. რამდენ ხანს დავვალავდით? ჩვენ მხოლოდ დროის მოგება გვინდოდა. ახლა საფინანსო ბანკს როგორ ვიპოვით? ინფორმაციამ როგორ გაჟონა? ჩემი გუნდიდან ვერ გაიგებდნენ, რადგან ინფორმაციას მხოლოდ მე ვფლობ. Sezen. Sezen. ვიცოდი რომ აქ იქნებოდ. კარგად ხარ? მეტი აღარ შემიძლია ბურაკ. არასდროს არ ყვარები ვარ, არა? არა, მიყვარდი.
შენი ჩემ და მისი ყვარული მიყვარდა. სიამოვნებდა როგორ მანებივრებდი, ზრუნავდი ჩემზე, თაბრუს მახვევდი. არაჩვეულებრივი გრძნობები გამიჩინე. ანუ არ ყვარები ვარ. ერთმანეთს ნუ მოვატყუებთ პურაკ. სინამდვილეში არ ჩემ გიყვარდი. ჩემში ის დაინახე, რაც მანამდე არ გქონდა ნანახი. გეგონა ჩემთან მიგრძნობა გქონდა, თუმცა ასე არ იყო. მე შემიყვარდი სეზან. მართლა შემიყვარდი. შეგიყვარდი. მაგრამ ახლა აღარ გიყვარ ვარ. შენც რომ ყვარებოდი, ახლა ბედნიერები ვიქნებოდით. ცადე. მაგრამ არ გამოვიდა. რა ვქნა? ამასთან მარტო დაგდოვებ. დედა ყოფილა ჩვენთან. რა გითხრა? აუცილებელია რომ იცოდე. გამიხარდება თუ მეტყვი. და მიმტკიცეთ რომ ერთმანეთი ნამდვილად გიყვართ და თქვენ გვერდით ვიქნებიო. ვერ დავუმტკიცეთ სეზან. არ გამოვიდა. ნახვამდის. ახალი არაფერია. მერთო ჩემო. ალი ხემალმა დარე გაფესუნ, კაისერიში ჩავიდა? დიახ, მამა ჩავიდა. ხვალ ბუკეთის საბუთებს გამოიტანს. ჯობდა ამაზე მანამდე გეფიქრა ჩვილო. საელჩოში ტყუილად წახვედით. გეუბნებოდი აქ დავარეგისტრიროთ მეთქი, მაგრამ არ დამთანხმდი. მივიდოდით და მარტივად მოვაგვარებდით. რა საჭიროა ზირფასო? ჩვენი სამშობლო ხომ კაისერია? თუ გინდათ ჩემი სიკვდილის შემდეგ სტამბოლში დაარეგისტრირეთ. მერთო, არ შეიძლება რომ სიკვდილი არ ახსენო. განი, რა სიმპათიური ხარ? გმადლობი ზებურჰან. შაჰრაზად შენი თავი ხომ არ წავართვა? წავიდეთ. არ დაიგვიანოთ. ნუ ღელავ. განი გამომართვი. საჭესთან შენ დაჯიხი. მე ცოტა უნდა დავლიო. რა თქმა უნდა ზებურჰან. გავიგე. მერთო როგორ მოვიქცეთ? ფესონ, ისე ვერაფერი გაიგე? ვერა დედა, ნერვიულობისგან ლამის მოუკვდე. რა თქმა უნდა საყვარელო. ბავშვებმა ივახშმეს? ხო, ივახშმეს. უნდა გენახა როგორ მეცადინეობდნენ. ისმენთ. რა თქმა უნდა საქმე მაქვს. მაგრამ თანახმა ვარ. კარგი, დროებით. დაგაგვიანდება? არ ვიცი. არ დამელოდო დაიძინე. უშანოთ ვერ დავიძინებ. კოცნი ძვირფასო. ცხოვრება რთულია. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. ზოგჯერ ძალიან მიყვარს ამდენ რამეს როგორ ვუძლებ. საშინელი პერიოდია. თუ არ გინდა არ ვიმუშაოთ? არა ვიმუშაოთ. ფიქრის დრო აღარ დამრჩება. მოდი დავიწყოთ. ბევრი საქმე გვაქვს. პირამა შეხედე. ეს იაბადონმა ჰალუქმა მომცა.
მე შემიყვარდი სეზან. მართლა შემიყვარდი. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ბურხან. საღამოშიდობისა. გამარჯობა ბატონო ბურხან. საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა ბატონო. როგორ ზანდებით? არა მიშელს, იმედია უკეთ ვიქნები. გამარჯობა ბატონო ბურხან. მიირთმევთ ბატონო. დიახ, სიამოვნებით. არ მინდა. განი, ეს დალიე. საჭესთან ვარ ბიძე ბურჰან. ადემს დავიბარებ. დალიე. კარგი. მაშინ დავლევ. ქალბატონი ნადიზე თუ კითხავს უთხარი, ერთი ჭიქა დალიაო. რა თქმა უნდა ბიძე ბურჰან. ასეთ გვაგრძელდება რა გუშველება. ხო, საშინელი სიტუაცია. ეთანხმები. ასე არ შეიძლება. მომისმინე განი. ამედიკეც ხომ ხედავ. სოფლიოში თურქულ ტყავს სწორედ ის არადგენს. ქვეყნის შიგნით და გარეთ ხარისხიან პროდუქციას გავყიდით. ცუდი, იაფასიანი და უხარისხო უცხოური პროდუქცია არ უნდა გამოვიყენოთ. დამიჯერე, საკუთარი პროდუქციის წარმოებით აუცილებლად შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას. იმედია ბიძე ბურჰან. კრიზისმა ყველაფერზე იქონია გავლენა. უზარმაზარი ბინია ფიცკი მძიმე მდგომარეობაშია, კოტრდება. რასო, შეუძლებელია. მისი დამფინანსებელი ორი ბანკი გაკოტრდა. ბინიაფი თუ გაკოტრდება, წარმოიდგინე სხვა კომპანიებს რა ემუქრება. მართალი ხარ, წინ მძიმე პერიოდი გველის. ბენო, შემეშვე. არასწორად იქცევი. ცხოვრებას ინადგურებ, ხვდები? შენ მინ გეკითხება. რა გინდა? რასაც მინდა იმას ვიძამ. ბენო, ძალიან განვიცდი. ხო არ გინდა? კმარა? მხოლოდ თქვენ თავზე ფიქრობთ. არც ქერემაინ არ ვილოს და არც შენ. ბენოს გამო ნერვიულობთ? ცოდოები არ ხართ? როგორ ლაპარაკობ? რას ამბობ? ჩვენ ხომ შენთვის სიკეთე გვინდა? რა თქმა უნდა. არ გინდათ რომ პრობლემები შეგიქმნათ. ყველაფერი ძველებურად უნდა გაგრძელდეს. დავიღალე. ბენო ძვირფასო, შენი ამ მდგომარეობაში დანახვა გულს მიკლავს, გთხოვ არ გინდა. კარი აქ არის. თუ ასეც ვერ მიყურებ, შეგიძლია წახვიდე. ძვირფასო, ახლა ნასვამი ხარ. ამიტომ ლაპარაკობ ასე. ნასვამი ვარ, მაგრამ სულელი არა. თავიდანვე ყველაფერს ხვდებოდი, ვიცოდი რომ ქერემს მე კი არა შენ უყვარდი. ალბათ შენ რომ მოიყვანე ცოლად. მაშინ კმარა. კარგი. ვიცი, დიდი სტრესი გადაიტანე. მაგრამ უფლება არ გაქვს ასე ილაპარაკო. მე შენი მეგობარი ვარ. მტერი კი არა. ალი კემალ. სად ხარ? სახლში, საძინებელში. შენ გვერდით არის ვინმე? არა, არავინ. კარგი. მოდი, უნდა ვილაპარაკოთ. კარგი. შენ სად ხარ? არავის არ უთხრა, მარტო მოდი. კარგი. ახლავე წამოვალ. სად ხარ? ბიუსონ. დედა. ალი კემალს. ჩემთან ლაპარაკი უნდა. რომელზე გადის? ახლა. ჯობდა თვითფრინავით სასულიყავი. ამბობენ ვენაში მატარებლად მგზავრობა სასიამოვნოა. სეზენ კარგად დაფიქრდი. მამა გარდაიცვალა, მაგრამ უნდა წავიდე. ეს უნდა გავაკეთო. მეც მამას გავარ, ვერ შევიცვლები. მაშინ მე უნივერსიტეტში დარეგისტრირდი. საერთო საცხოვრებელი უკვე მოძებნა? არა, მაგრამ როგორც კი ჩავალ მოვძებნი.
ფულზე არის დარდო. დამირეკე. შენს მისამართს ხომ მომწერ? შენს მტოვებს ეზენ. ძმა გთხოვ. ერთმანეთის პოვნის შემდეგ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ჯობდა საერთოდ არ შევხვედრილიყავით. მე ასე არ ვფიქრობ. ვიცი. მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე. მაგრამ არ გამოვა. იცოდე ვერასდროს ვერ დაგივიწყებ. ძმაო, ლექციაზე ყოფნისას ყური თუ გაგიწითლდება, ღამე მოულოდნელად თუ გაგიღვიძება, ან ლამას სიზმარს ნახავ, იცოდე რომ მაგ დროს შენზე ვფიქრობ. ჩემო ერთადერთო დაიკო. ჩემო ძირფასო. წასვლის დროა ძმაო. შენ გვერდით მიგულეს ეზენ. ეს არ დაგავიწყდეს. კეთილი მგზავრობა. İlk gördüğüm andan beri ბურაკ, ძალიან მინდა და თბილად დაგჩვიდობებოდი. შენ ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ. მაგრამ მე არა, მამას გვავარ. ადამიანებს ვერ ვაფასებ. გთხოვ, მაპატიე. შენ გული ჩემიყვარე, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი. უდიდეს ბედნიერებას გისურვებ, ბურაკ. არაჩვეულებრივი კაცი ხარ. იმედი მაქვს ისეთ ქალს შეხვდები, რომელიც დაგაფასებს. მე არ გაფასებდი, სეზენი. bekledim dualarla olmadı yapamadım. Onur. ისმენ. ძალიან მიყვარ ხარ, ხომ იცი? მე ძალიან მიყვარ ხარ. ძალიან მეშინია დედა, ცუდი ხმა ქონდა. რის მიღწევას ცდილობს? არ ვიცი. ხოლო არავის უთხრა. მარტო მოდიო, ჯობდა მარტო წასულიყავი. ასე არ შეიძლება. ინიცის რა ჩაიფიქრა. დედა, ნელ-ნელა ჭაობში ვიძვირებით. ასე ნუ ამბობ, ცუძე არ ფიქრო. უფრო სწრაფად ვერ წახვალ შვილო. ცოტა დაუჩქარე რა. კარგი ქალბატონო. ინებით. მოდი დედა. ისევ გელოდებით. ნახვამდის. კარგად იყავით. ნახვამდის. ისმენთ. შვილო, ალი ქემალი რომელ ოთახშია? ალი ქემალეული აღულო? დიახ. მეორე სართულზეა 202 ნომერში. გმადლობთ, გმადლობთ. ქალბატონო, ლიფტი ამ მხარესაა. ალი ქემალ. ალი ქემალ. შვილო, რა საკეთებ? დედაცადი, რატომ მოხვედი? ალი ქემალ, შვილო. ეს როგორ გამიკეთებ იოსურ? უნამუსო კაცი ვარ. ოჯახი ვერ შევინარჩუნე.
ბავშვებს კარგი მამობა ვერ გაუწია. მაგრამ აუცილებელი იყო იმ კაც ლოგინში ჩაწოლოდი. მიპასუხე, მითხარი. გრცხვენოდეს. ალიქემალ, შვილო, იარაღი დააგდე. და აქედან წადი. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.